მოგესალმებით მეგობრებო. დღეს 30 აპრილი არის ქართული არმიის დაარსების დღე, შექმნის დღე. და თვითონ თარიღი ნამდვილად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ სახელმწიფო მაშინ არის შემდგარი, როდესაც მას გააჩნია ეროვნული არმია. იმიტომ რომ არმიის გარეშე ერთ-ერთი ნორმალური სახელმწიფო ვერ იარსებებს, მით უმეტეს ისეთი ქვეყანა როგორიც საქართველოა იმპერიების გზაჯვარედინზე არსებული და მე მინდა მიულოცო ყველა სამხედროს, ვინც პატიოსნად, ეროვნულად, გულით, სულით, სამშობლოს სიყვარულით მსახურობდა და მსახურობს დღესაც შეიარაღებულ ძალებში. უბრალოდ და გავიხსენოთ რა ეს თარიღი როგორ და რანაირად ეს ეროვნული ხელისუფლების მიერ იქნა შექმნილი ეროვნული გვარდია და არ დაცალდა რა, ერთი წელიც კი არ დაცალდა, რომ უამრავი ფიცის გამტეხი სამწუხაროდ, უამრავი ფიცის გამტეხი, დღეს რო გენერალი ქვია და ზოგს პოლკოვნიკი ქვია და ზოგს ვეტერნები ქვია და ეს ქვია და ის ქვია და მაში არიან, ქვია წამოპლაგული არიან ზოგი ვეტერანთა დეპარტამენტში და ზოგი ქოცების უსაფრთხოების და ზოგი თავდაცვის სამინისტროში. ძალიან მალევე ძალიან ბევრმა პიროვნებამ გატეხეს ფიცი, უღალატეს იმ დადებულ ფიცს და ეროვნული არმია ჩამოყალიბდა შემდეგ პუჩისტების და შევარდნაძის, მოღალატე შევარდნაძის იარაღად, რომელმაც ჯერ თბილისში დაღვარა სისხლის გუბეები დააყენა, აი ამ ნაძირალა, ამ ფიცის გამტეხი მოღალატე ნაბიჭვარი არ მინდა სახელებით და გვარებით ჩამოყვა, ყველაფერი კარგად იცის, ყველა სახელები და გვარები კარგადაა ცნობილი, ვინ გატეხა ფიცი და ვინ გადავიდა პუჩისტების მხარეს. ჯერ თბილისი ააწიოკეს, მერე სამეგრელო ააწიოკეს, მერე აფხაზეთში შეიჭრა და ააწიოკეს აფხაზეთი, რასაც მოყვა ომი, უბედურება და სამწუხაროდ დღესდღეობითაც ქართული არმია, ის რაც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გარანტი, არსებობის გარანტი, დღესაც ჯერ შევარდნაძის რეჟიმის ხელში იყო, მერე სააკაშვილის რეჟიმის ხელში იყო, ახლა ოჩოპინდრეს ხელში არის და მისი მედროვეების ხელში არის ჩაგდებული და სამწუხაროდ და საუბედუროდ ვერ ხდება ეროვნული არმიის ისეთი ფორმირება, როგორიც ჭირდება. მე თვითონ ამას წლები დამსახურები ქართულ ჯარში და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება და როგორ ხდება და ამდენი უჯარო გენერალი მაინც არც ერთ ქვეყანას არ აყავს. ყველა ომწაგებულები, ყველაფერში სირცხული ნაჭამები და ორდენები დაკიდებული და მე ეს ვიყავი და მე ის ვიყავი და სიმართლე გითხრათ მეცინებოდა ახლა დღეს როდესაც ვნახე აი ამათი კოცური მთავრობის და ის რა ქვია მისვლა და მინისტრის და პრეზიდენტის და ამათი მისვლა და ისა დღევანდელ დღესთან მიზღვნილი დღესასწაულის მილოცვა და ესე შემდეგ რატომ ეცინებოდა, იცით? ბიჭო, ახლა ადრეც მithქვია და ყაველაშვი საერთოდ არ ვერჩი, სიმართლე გითხრათ, არაფერს, რა ვიცი, ჯერჯერობით ქვეყნისთვის არაფერი არ უვნია თუ იმ წარსულში კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც ანტიდისკრიმინაციული ქვია ჩვენ წინააღმდეგ წავედა, მე ცუდად არ მახსოვს ეს ადამიანი და ცილისწამება არ მჩვევია ადამიანზე. მაგრამ სხვა საკითხია, იცით? ჯარს ულოცავენ დღევანდელ დღეს, ელაპარაკებიან გმირობაზე, ელაპარაკებიან პატრიოტიზმზე, ელაპარაკებიან 1000 რაღაცაზე და არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, არც ეგრეთ წოდებულ თავდაცვის მინისტრს, არც ერთს ერთი დღე არ აქვს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური. ღმერთმა გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს. ჭეშმარიტად, პრავს და ეს. ასეთი
აი ასეთი პარადოქსი სადმე თუ ხდება მე არ ვიცი მით უმეტეს ქვეყანამ რომელმაც ამ ბოლო 34 წლის მანძილზე ამდენი ომი და უბედურება გაიარა მისი არც ერთი მმართველი არც თავდაცვის მინისტრი ჯარში არა ნამსახური არც ერთი ხალხი და ლაპარაკობენ გმირობაზე გმირებზე ჯარზე და ეს აქედანვე ჩანს ჩანასახშივე ჩანს თუ რა დღეში უნდა იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალები ამას იმასაც დავამატებთ ეგრეთ წოდებულ გენერალ გოგავას რო კითხავდნენ ჯარისკაცს ერთად იყო და ჯარის ერთად გქონდა ნამსახურები პოლიციის და უშიშროების სპეცდანიშნულებიდან გადმოიყვანეს და გახადეს თავდაცვის ძალების გენერალი გენშტაბის უფროსი ყავდა ქვეყანას რომელიც ჯარში არ იყო ნამსახურები და მე მაშინ გახდა სამხედრო 1 წლით როცა გადმოიყვანეს 2 წლით როცა გადმოიყვანეს უბედურება მე დასვამთ კითხვებს რომ რატო ხდება ასე რატო ხდება ის აი ეს არის ამათი საკადრო პოლიტიკა ამ წლების მანძილზე ამან მიიყვანა ჩვენი ქვეყანა განადგურებამდე გადაშენებამდე უბედურებამდე მაგარ დღეში ვართ რა აი ძალიან მაგარ დღეში ვართ აი ყველაფერს გეფიცები თუ ასეთი პარადოქსი ხდებოდეს სადმე თუ აი ასეთი პარადოქსი ხდებოდეს სადმე ლაპარაკობენ ახლა ულოცავენ შეიარაღებულ ძალებს და აბა თქვენ იცით საინტერესო რა არის იცით ხალხო აი ამასაც არ უკვირდება ხალხი ქართულ ჯარს ქართულ არმიას სახელიც კი გადაარქვეს და ქართულ ჯარს ჯარი არ ქვია თავდაცვის ძალები ქვია ქართულ შეიარაღებულ ძალებს ქართული ჯარი ქართული მხედრობა არ ხსენდება თავდაცვის ძალები აი ახეთ რა მაგარი რეფორმები ჩაატარეს ჩამოვიდნენ იქამდე რომ ჯარს საერთოდ გადაარქვეს სახელი კი ზურა ვიყავი გაგიმარჯოს იმე და უფლის წყალობით რავი როგორ უნდა ვიყო სხვის ქვეყანაში ვარას არ მწივა არ მწყურია და არაფერი არ მიჭირს ვერ ვისვენებ რა ასევა რა როგორ გინდა მოისვენო აი ამის თქმა მინდოდა რა რომ აი ამ ჩვენ ჯარს არც ჯარი ქვია ჩვენი ეგრეთ წოდებული თავრობას ერთი დღე არა აქვს ჯარში ნამსახურები აბა მიდი ერთი ისრაელში რომელიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავება დააპირე თუ ჯარში არ არის ნამსახურები სავალდებული ჯარი თუ რა გავლილი თუ ვინმე სადმე შეგაყოფიებს წვირს ახლა ზედმეტია იმაზე ლაპარაკი რომ ქართულ ჯარში ოდესმე ამ ბერა იმსახურებს ან მიშას ედვარდი იმსახურებს ან ესენი რომელიმე გამორიცხულია არ არსებობს ხო მეტი საქმე არა აქვს თავის შვილებს გაუშვებენ იქ სხვის შვილებს წაუკითხავენ როგორი გმირები არიან და როგორი გმირობაა ჯარში მსახური და თვითონ თუ ამაირი გმირობაა და ჩემს მსახური ერთხელ დილობისთვის ერთს მაინც კონდით დამსახურები აუ შემომიხდა ეს ქალბატონი ქოც მე რას ვაკეთებ ქალბატონო თქვენი ტყუილის ხუხულას და თქვენი ბიძინა მადიდებლობას ვაფურთხებ ლანძღავ და თავის ადგილზე ვაყენებ ტყუილებში რო ხავთ ხალხი მერტად ალოცე ბატონი ბიძინა ვაძახებიეთ ხალ სეთურის და იმის კაკოია თაბაგარის ბრბო ას ვაკეთებ დამაყენე ჩემ ქვეყანაში აიხარეთ მო გაიხარ მის მერე არავინ არ დაჯდა სალაპარაკოთ პირდაპირ ეთერში შევდია ძალიან შევდიანად გაიქცა ხო და რატო დავიწყე ახლა ეს შესავალი ამას გვერდს ვერ აუვლიდი მართლა იმიტომ რომ ამდენი წლები მიმსახურე და საერთოდ ქვეყნის ძლიერების მაჩვენებელი არის როგორი ძლიერი არმია ყავს და როგორი ბრძოლისუნარიანი არმია ყავს ხო ეს არის ამაში არის საქმე იმიტომ ოდესმე თუ მოხდება ნორმალური ეროვნული მთავრობა თუ მოვა სათავეში აი ამ შეიარაღებული ძალების რეფორმირება ასე უნდა გაკეთდეს თავისი სახელიც უნდა დაუბრუნდეს თავისი მართვის სისტემაც უნდა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობა და ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს რომელი მოვალეობა და ფუნქცია ძალია შეიარაღებულ ძალებს ქართულ ჯარს
და უნდა შეიქმნას ქართული სამხედრო ელიტა. ასია ეს. აი, შეხედეთ ახლა გახედეთ პუტინი რას ამბობს. აი პუტინი რას ამბობს. რუსეთის მომავალი პოლიტიკური ელიტა იზრდება და იწრთობა ომში. ეს ხო ბოდიში ეს პუტინის ნათქვამი. ეს რუსული, ეს ოკუპაციური. გადახედეთ ისრაელს. თუ მაჩვენებთ თქვენ რომელიმე პირს, რომელიც ჯარში არაა ნამსახურები და რომელსაც არ აქვს გავლილი, რა ქვია, სამხედრო სავალდებულო სამსახური და რომელიმე შვილი თუ იმალება ჯარიდან. აინტერესებს ერთ. ეს საქართველოში შეიძლება მოხდეს ისრაელის დეზერტირი, გახდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, როგორც იყო კეზერანტ ბიჭი. ჯარის რეფორმაზე არ დავიწყებ ლაპარაკს, ქვეყანას სჭირდება სამხედრო სავალდებულო სამსახური, საკონტრაქტო სამსახური და ძლიერი სარეზერვო, როგორც საბრძოლო, ისე ტერიტორიული რეზერვიც. ეს არის მთელი უზარმაზარი სამხედრო მეცნიერება თავიდან ბოლომდე არის კიდე შესაქმნელი და მოსაწყობია ტერიტორიული დაცვა ისე როგორც ქვეყანას და მის გეოგრაფიულ არეალს და მის ეთნიკურ შემადგენლობას და სხვა უამრავი რამის გათვალისწინებით უზარმაზარი სივრცეა ეხლა მაგაზე და ესენი მოაწყობენ. მე მჯერა ჩიქოვანი მოაწყობს. მე მჯერა ჩიჩილაკა მოაწყობს. მე მჯერა ბატონი ბიძინა მოაწყობს და ესენი მოაწყობენ კი შეერაღებულ ძალებს. რას ქვია ახლა ამათზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? დავით დარჩება ერთგული ადამიანი ცოტა, იმიტომ რომ თუ ვინმე ერთგულია და თუ ვინმე ეროვნულია და შენ თვითონ ნაბრძოლი გაქვს და შენ თვითონ შენ თავზე გაქვს გადატანილი ის რაც ხდებოდა აფხაზეთში თუ სხვაგან, რას ნიშნავს ღალატი და რას ნიშნავს მოღალატეები რო არიან, ხვინდრავებითაა გავსებული ეს რა ქვია. ხვინდრავების კოლექტიური ხვინდრავებითაა გავსებული ქვეყანა. და მართვისადავე და რა ხდება საერთოდ აი ქვეყანაში რა ხდება რეალურად, ხო? აი ხა სანამ მოვიდოდი ისე ინტერესისთვის ჩავრთე ვიცი კაცო გადავხედე 1 საათი დადებული იყო ეს ქოცების მთავარი პროპაგანდონი ტელევიზია როა ეს იმედი და უსმენდი ერთი მეთქი რა ხდება კაცო ქვეყანაში შეიხედავ ხანძარია უბედურება იქეთ ჭიათურის მაღაროელები ცალკე მაგაცე მინდა ორი სიტყვა ვთქვა დაიჭირეს ის ხალხი ცალკე აგერ თბილისის ცენტრი გადაიწვა და უსმენ ამას რა ქვია ამას ნადეჟდას და ერთი სიტყვა ბიჭო ერთი სიტყვა ან ხანძარი იყო ქვეყანაში ან ჭიათურაში პროტესტი არის და ამაზე ის მაგივრად ეს გამოსწირებული ნახირი ქოცების ლაპარაკობენ ჯარზე გმირობაზე მერე გამოჩნდა მეთქი კალაძე ახლა მაინც იტყვის რა ხავს თქვა კაც ცეცხლია გამშე ჩვენო შუშუმუპირებსო კურორტებზე გაუშვებთო და ჩვენო რაც ხავსო თურმე ყველაზე იმათო ყველაზე მეტათო რაც ჭირდებაო ძაღლების თავში საფარი არისო ასე შენებელი ძაღლების მიბრძანდი ახალ მე ჩანაწერს ყველას მადლობა მინდა მოგიხადოთ სხვა შორს ჩემ გამომწერებს ბოდიში თამით უნდა დამეწყო მაგრამ გადამვარდა გონებიდან ყველას მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ YouTube-ის არხზე უკვე 40000 გადავწდით უღრმესი მადლობა ყველას მდობისთვის გამოწერისთვის TikTok-ზეც ამაქვს გვერდი და თუ არ დაიზარებთ TikTok-ის სივრცესაც თუ გამოიწერთ ყოველ შემთხვევაში გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი ალტერნატიული საინფორმაციო სივრცე 21 საუკუნეში რომ ინფორმაციას გავცვლით ერთმანეთთან მივიტანთ და რა ხდება და როგორ ხდება და თუ არ შეგეზარებათ გამოიწერთ ახლა ვინმეს არ გთხოვთ ინდა თუ არა გამოიწერეთ თქო მაგრამ არის ეს სივრცე და შესაძლებელი არის რომ ამათი დიქტატიდან ვიყოთ ყველანაირად და ამათი ცენზურებიდან ვიყოთ დაცულები და შევძლოთ ნორმალურმა ადამიანებმა ნორმალური აზრის გაცვლა ერთმანეთში. ხო, ხალხი ჩემო გიგა არავის არ აინტერესებს. ამათ აინტერესებთ ძაღლი. ამათ აინტერესებთ კატა. ამათ აინტერესებთ ვიღაცა მესაჯდომე მეპირფალოსე დემნა გვასალია როგორ დააჯილდოვოს კალაძემ თუ არა
ღირსეული თბილისელობა მისცეს თუ არა. ამას რა შეაინტერესებთ ამათ ხალხი? რა შეაინტერესებთ ამათ ხალხი? ჩემო გარგები. ამას ფეხებზე გიდიათ ხალხი კაცო. ეხლა ეს ხანძარი დებილი უნდა იყოს ადამიანი რომ ვერ მიხვდეს. საქართველოში კი არა, საერთოდ ყველგან მასე ხდება. ხანძრები ჩნდება. მე ამ სხვა ქვეყნებში კიდე სხვა ისა აქვს, ამას დაზღვევიდან იღებენ ფულს. ამას მაგას ვინ გამოიძიებს ხანძარი როგორ გაჩნდა და რანაირად გაჩნდა და ასე სწრაფად როგორ მოედო. მეც მაგა გიმარჯვეს თავი. აი ნახავთ თქვენ რომ ძალიან მალე ამ გადამწვარ ადგილზე ხანძრის თემაც იქნება, ძმაო, ხანძრის თემაც იქნება. გადამწვარ ადგილზე ვიღაცა არაბი ინვესტორი აშენებს უზარმაზარ კორპუსებს. ეს იქნება დიდი ინვესტიცია გადამწვარ ადგილზე ვიღაც ინვესტორი მოვა, გაუსტუმრებს ვიღაცებს რაღაცებს და აშენდება ახალი არაბული ინვესტიციით რაღაცა და შესახდებიან იქ ვიღაცა ურჯულო ხალხი რა ცოტა შემოდის საქართველოში. აგერ დავით აზნაურიშვილი არის, რომელიც უყურებს აგერ ლაივს და ეს კაცი იბრძვის სხვა მიმართულებითაც, იგივე მიმართულებითაც, რასაც ქვია გამოსახლებები, 1000 უბედურება. ხო? იმიტომ რომ მთელი ერი არის ვალებში ჩავარდნილი და მთელი ერი არის იმაში, რა ქვია, ბანკების ვალში. 25%-ით მეტი ჩემს ცირდა საქართველოს მოსახლეობა და ქართველ ადამიანს კიდე სახსი არ ედგომება. სახსი არ აჩერებენ, რაცა დარჩენილი ისიც უნდა გამოყარონ. ხო და ვისთვის უნდა აშენდეს მე? ვისთვის უნდა აშენდეს? ვისთვის უნდა აშენდება არაბისთვის? აშენდება პაკისტანელისთვის, აშენდება ჩინელისთვის, აშენდება ინდუსისთვის, სპარსელისთვის, თურქისთვის, სხვას კი არაფერს აკეთებდა. გვეკაიდეთ მამიშვილებო. ჯალალედინი და სხვას კი არაფერს აკეთებდა. აღამ ახმატხანი და სხვას მურმანყრუ და ესენ სხვას კი არაფერს არ აკეთებდნენ და თემურლენგი. მოდიოდნენ, წვავდნენ ქალაქს, ასახლებდნენ თავიანთ ურჯულო ადამიანებს და ეგ იყო და ეგ. ახლა 21 საუკუნეა პირდაპირ ვერ გადაგწვავს. არ გადაგწვავს. არა, მაგის ისა რა ქვია? აუცილებლობა 1000-ნაირი ტექნოლოგია შენაერ მოღალატეებს დააწვევიებს ასე ქვისკენ პირი მიქნია იმას რა ქვია ტერიტორიას მერე შემოვა თვითონ დასახლდება ქართულ მოსახლეობას გადევნის საქართველოსთან და გახდება და მერე ზოგიერთი დებილს ის უკვირს რომ რას ქვიაო არაბებიო იმას ამბობენო რომ თბილისიო ჩვენი იყო ადრე 400 წელი არ იყო ამირების ხელში თბილისი კაცო 400 წელი არ იყო არ იყო არაბების ხელში? იგონებენ რამეს? ხო და ყველა ცდილობს, ყველა ქართველს ის თუ გვენატრება ნიკოპსიდან დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული საქართველო, იმათ ენატრებათ, ეგრე ისა, არაბთა საამირო ენატრებათ და ასე იპყრობენ ამ ქვეყნებს. შემოვა კიდე 6 მილიარდიანი ინვესტიცია. აგერ ახლა შესაძლოა დავდევი ეს პოსტი, კომენტარი გააკეთა ადამიანმა, რომ 2011 წელს ეს ტერიტორია ქონდა ჯერ კიდე შესწავლილი და დაპროექტებული ფრანგულ ფირმას. ამ ტერიტორიაზე ქონდა პროექტირება გაკეთებული, რომ მშენებლობა უნდა გაკეთდეს. აგერ ახლა იმდენი ხანი ვერ მოხერხდა, არ მოხერხდა, აწი მოხერხდება, აგერ უკვე დამწვარია. ახლა კაცო ამ დამწვარს არ ჯობია აშენებული იყოს და მოვა ვინც არაბ ინვესტორი და აშენებს. სამურია ცხოვრება რას დაგვაგლებს მტერი. ხო? ამაზე ახლა ერთმა რეგვენმა იგიც დამიწერა, მასე კალიფორნიაშიც იყო ხანძრები რა, ბიძინამ წაუკიდა იქაობას ხანძარი. არა ბიჭო, ბებია თქვენსა მე წაუკიდი ახლა იქაობა და მე დავწვი და ჩემი ინტერესები იქნება იქ გატარებული. ნახავთ, აი ძალიან მალე ნახავთ, რომ იმ დამწვარ ადგილზე მოვა ვიღაცა ინვესტორი ააშენებს კიდე რაღაცა უზარმაზარ კორპუსებს და შესახდება და გაიყიდება ეს ტერიტორია არაბზე, თურქზე და სხვა რჯულზე, ვისაც ექნება ეს ნორმალური პროცედურაა მთელ მსოფლიოში. თუ კი იყიდი ტერიტორიას და ფართს, მერე გეძლევა ცხოვრების უფლება და მოქალაქეობა. დიდარ ფულიან არაბებს ჩამოყრიან, ახლა უფულო ქართველი საერთოდ ჯერ ქართველი ამათ არ უნდათ ქვეყანაში და იმიტომ გააღატაკეს და გააძვალტყავეს ქვეყანა. და
თუმეტეს უფულო ქართველი ახლა საერთოდ რაში ჭირდება ადამიანად არ შემოგხედავენ საქართველოში ფული თუ არა. აი ის რაში ბიზნეს ეგ 6 მილიარდია. აი სა მაგარი ვისაც ბევრი ფულია. ნიდი დავით ვინი მშვიდობა მომწეს მართლა. აი ესა დანაშაულებრივი სქემა, რომელიც დანაშაულებრივი სქემის მიზანიც არის ქართველი ერის, აბორიგენი ერის ამოწყვეტა, განადგურება საქართველოში და გადასახლება. და თან გვეუბნებიან ტყუილს, კაცო. იმნაირ ტყუილს გვეუბნებიან, კაცო. თურმე დღეს განიხილებოდა ერთი ისა. გამოაკრეს, თურმე ხალხო, ეს წლები არის საქართველოში ეკონომიკა ყვავის. ეკონომიკური ზრდა თურმე 9%-ია. 9%-ია თურმე ქვეყანაში 9% და 3/10 კიდე თურმე. ესე იგი თურმე ქართველები სულელები ვართ, ქართველები დებილები ვართ, რომ იძულებულები ვართ გავიქცეთ ქვეყნიდან. და აი თურმე ეკონომიკა იზრდება. და ეკონომიკა რო იზრდება, თურმე ამათ მუშახელი ჭირდებათ, კაცო და აი შემოაქვთ ახლა ცნება თურმე როგორ უნდა დარეგულირდეს მუშახელის შემოყვანა საქართველოში და იყო ერთი არ მახსოვს ახლა გვარი ეს წიტინებს საზღარი ხმა აქვს, კაცად რო ვერ აღიქვამ ისეთი ხმა აქვს. ისეთი რაღაცა წამოროშა დღეს რო ადრეო საქართველო იყო გზაგამტარიო რა მიგრაციისთვისო და ახლაო საქართველო არისო გამხდარიო ქვეყანაო სადაცო გაჩერებაო შეიძლებაო თურმეო. გაჩერება შეიძლებაო თურმეო და ამიტომ ჩვენო ახლაო კანონმდებლობა უნდა შევცვალოთო რომ ჩვენო ავშენდითო აყვავდითო ეკონომიურათო და ჩვენო მუშახელი გჭირდებაო და ამათი რეგულაცია უნდა გავაკეთოთო. ბიჭო, მე ვხედავ მარტო ამ დაქცეულ ქვეყანას. მე ვხედავ, გუშინის იყო გამოსული სირიის მდინარაძე და მე-10 არჩევნებში გავიმარჯვე. წადით, ვიზია, წადით, ვიდით, მოხაზეთ 41. ხაზეთ 41, ხო? 41-ზე ექნებათ საქმე. აყვავდება ყველაფერი. და ეხლა მინდა ბოლოსკენ აი თუ ვინმე სამი კითხვები გაქვს დასვით და ვეცდები რომ გაგცეთ პასუხი. დიდად არ შეგაწყვინოთ თავი ახლა. მე იციან სულ ლაპარაკობოდა. დამანახეთ ერთი კაი რა ხდება. რა ხდება ერთი კაი გამაგებიეთ და ვიტყვი იმაზეც რომ კაი ამ თეატრის მაღაროელებს მინდა მივმართო. აი ბიჭებო, თქვენი შრომა, თქვენი წვალება, თქვენი თავდადება, გუშინ 6 კაცს დაუჭერიათ გუშინ. ისო რა ქვია, ხელით შეეხენო იმას რა ქვია. აი სირცხვილია ხალხო, აი ყველას მოუწოდებ ეს. ბლოგერი იქნება, თომ დამოუკიდებელი ჟურნალისტი იქნება თუ ვინ იქნება. ამ ადამიანების პრობლემას რატო არავინ არ აშუქებდა? ქვეყანაში სადაც აყვავებულია ეკონომიკა და ყვავის თურმე. აგერ ეს ხალხი შიმშილობს, აგერ ეს ხალხი სამსახურის გამო ამ დღეში არის და ამდენ ადამიანს უმუშევრად ტოვებენ. ამერ უბედურ დღეში არის, ხალხი ამაზე ხმას არ იღებს. რო კითხო ამ ხალხს, მიგრაციის პრობლემები აწუხებთ, შემოდინება აწუხებთ ქვეყანაში, ეროვნულები, ვინმე უდგა ხართ ამ ხალხს გვერდით. და იმ ბიჭებსაც მინდა უთხრა რომ ახლა 1000 ვიღაცა მოგეტმასნებათ იქ, ლიბერასტი იქნება, ეს იქნება, ის იქნება. როგორც იყო იმაზე, რა ქვია, რიონის ხეობის აქციებზე 1000 ლიბერასტი შემოთესლილი და მე როგორც დაიშალა ის მუხტი, უკვე თუ არა აქვს ნამუშევარი, არ ვიცი. როგორც დაიშალა ის მუხტი და არ ვიცი ახლა სადაა ეს წმინდანად შერაცხული ვარლამა, სადაა ერთი რატო არ გიდგათ გვერდში, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ ხო არ აჭუხებს მაგას თემები. ძალიან ყურადღებით იყავით თუ არა, გამარგინალებენ, მაგ ბიჭებსაც დაიჭერენ. ვინცა ის კიდე ცოტა სწორად უნდა წარმართოთ პროტესტი. ჩემი მხრიდან რა შემიძლია, ჩემი აუდიტორიის მიმართულებაზე გავაშუქებ თქვენ პროცესებს და ვდებ კიდეც ჩემი YouTube-ის არხზე რაც ხდება და როგორც ხდება და თუ გინდათ კიდე სივრცე აგერაა და დავჯდეთ ვილაპარაკოთ და თქვენი პრობლემების შესახებ მოუყევით საქართველოს თუ ვინმე მარიცის, მაგრამ აი აქედან ჩანს სიმართლე გითხრათ ყველაფერი. აქედან ჩანს სიმართლე გითხრათ ყველაფერი, ვის რა ადარდებს. პატიოსანი, წესიერი, გლეხი, შრომელი ადამიანების პროტესტი არავის არ ატარებს.
სადა ისეთი ქალბატონი, ის ქოც ქალბატონი, აგერ ვენებს იჭრიდა. წავით ვიცი, ახლა და გამოხატეთ პროტესტი დაუდექით. 3500 ქართული ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება. ახლა რას გააკეთებენ იქ? რას გააკეთებენ? ამათი დამპალი ტვინის ამბავი მე არ ვიცი როგორ ფიქრობენ? ჯერ ხო ის ჭიათურის მარგანეცი და მთელი ეროვნული სიმდიდრეები გაყიდულია და გადაცემულია ზღვარჯულის ადამიანებზე. ეს ერთი, ეგრეთ წოდებულ ინვესტორზე. ახლა იქ ქართველიც არ უნდათ რომ ამუშაო. გამოყლიან ამ ქართველებს ეს დიდი გეგმა. ჩამოიყვანენ, მე აგერ კანონით არეგულირებენ ახლა თურმე როგორ უნდა დასაქმდეს პაკისტანელი, ავღანელი და ზღვარჯულის ადამიანი საქართველოში და ამ ქართველი მაღაროელების მაგივრად მე შეუშვებენ იქ ავღანელს, არაბს, იმას პაკისტანელს. თქვენ რო იცოდეთ ხალხო ესენი რა ქვეყნებია. იქ უკვე მუშაობაზე კი არაა საქმე და იქ უბრალოდ არსებობის საშუალება არ აქვს. ძაღლი უკეთესად ცხოვრობს საქართველოში ვიდრე იქ. რო გიკვირთ რომ საქართველოში რა უნდა თქო. საქართველოზე უარესათაც არის მდგომარეობა და ჩამოდიან ამ ბედნიერ ქვეყანაში კლიმატური პირობები გადასარევი, მიწა გადასარევი, ბუნება გადასარევი, არსებობის საშუალება ჩამოაქვთ თავისი შემოსავალი და სახლდებიან აქ და უსაფრთხო გრძნობენ თავს და ლამაზ ბუნებაში ცხოვრობენ. ჩადეთ ერთი ნახეთ თქვენ ერაყელები რა დღეში არიან. ან როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა რა საშინელი მკაცრი პირობებია იმ უდაბნოში ცხოვრების. ავღანეთში რა უბედურება ხდება. პაკისტანში აგერ თლავ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. რა უნდა იმას პაკისტანში წამოაგერ საქართველოში დასახდება. და ასე შემდეგ. და ამოძირყვავენ საბოლოოდ ქართველი ერის აბორიგენი ერის არსებობას საქართველოში და სამაგიეროდ დარჩება სეთურს თავისი მრევლი და ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიზინა მიშა მოგვაშორე და აგზელდება ასე. რა პრობლემაა? ვიცი, დავით, ასე ხდება საერთოდ გამარგინალება პროცესების ასე ხდება. ვიღაცა პოლიტიკური პარტია მიეკედლება ქულების დასაწერად, ვიღაც ხო მივიდნენ, რამდენი მივიდა, რა გააკეთეს? აი ხელს არ შეუწყობს. ყველას უნდა მაგათ გაჭირვებაზე ხელი მოითმონ და ქულები იწერო. არ ყოფნით ეთყობა გამოცდილება მაგ ადამიანებს იმისი, რომ პროტესტი როგორ მართონ და კაცო მიშა არსად არ მოშორებულა ქალბატონო ელისო. მიშაზე მეტი ძნელი მოსაშორებელი იქნებაო, ისაო ბიზინაო. მიშა ჯერეთი არსად არ მოშორებულა. ის მიშები ყველა თავის ადგილზე არიან და ბიზინა ამაზე რთული ბიზინა შევარნაძიდან მოყოლებული მთავარი შემოქმედი იყო ამ დამპალი სისტემის. შევარნაძის მარჯვენა ხელი იყო და შევარნაძეს რამდენ პროექტებს უფინანსებდა და რამდენ რამეს და მე ბიზინა მოიყვანა ნაცების სათავეში რევოლუცია თვითონ აღიარა რომ დააფინანსა ხო და თვითონ აღიარა რომ მინისტრებს ფულს ხელფასებს უხდიდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა თვითონაა და მიშაგი არ ყოფილა მაშინ სინამდვილეში ბიზინა იყო მაშინაც ბიზინა იყო შევარდნაძის დროს და ბიზინაა ახლაც. როგორ უნდა მოიშოროს საზოგადოებამ რომელიც არის მატერიალისტი და ფულზე გაყიდული. საფრანგეთში ვარ შემოწმო საფრანგეთში. ამნიშნულობა. ხო აი ესაა რა, აი ეს არის. და სანამდე იქნება ადამიანი ასე ვერც მოყვარული და ფულზე გაყიდული, ამას კაციშვილი ვერასდროს ვერ მოაგვარებს. ბიზინა ყველას იყიდის. აი 1% საზოგადოების 2% მაინც თუ გამოიგო იმას და თუ გამოვიდა იმ აზროვნებიდან რომ არ უნდა გაიყიდოს და მის ქვეყანაზე უნდა იფიქროს და იაქტიუროს, მაშინ შეიძლება ქვეყანას ეშველოს რამე თუ არა. ხარა თქვენ თუ ერის იმედი გაქვთ, რომელიც ამდენი ხანია წამლეს და გამოაშტერეს და ღირებულებებით შეუცვალეს, კაცო, ღირებულებებით შეუცვალეს. გლოვაც კი დაავიწყდათ საქართველოში ევროკავშირის დროშებით დასაფლავებენ ხალხს და ერთი დებილი ამის წყალში იყო ჩამხტარი და ევროკავშირის დროშას აკნევდა და იძილებოდა თვითონ და თქვენ ამ მასის იმედი გაქვთ? მე მაქსიმალურად გითხრათ, მაქსიმუმ 5% ქართველის იმედი.
5%, რომელიც ხმას ამოიღებს ამ ყველაფერს. მერე გამოვა ვიღაცა დებილი და იტყვის იმას, რომ რა ქვია, ბიზნამ თურმე ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღარ, რომელ აფხაზს დაუსენდომება, ამერიკ ქვეყანაში ცხოვრება. რომელ აფხაზს დაუსენდომება. საიდანაც თვითონ ქართველები გარბიან. ასია ეს სამწუხარო რეალობა ესაა. ცუდს კი არ ვლაპარაკობ, იმას ვლაპარაკობ რაცაა და კაის თუ რამეს დავინახავ, რაზეა ლაპარაკი, მაგასაც ვიტყვი. აი ამის თქმა მინდოდა და მეტი არაფრის. მეტი არაფრის. თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვს, დამისვით და ვეცდები გაგცეთ პასუხი. ჩემო ძმაო, ახლა საქართველოს პრობლემებზე ვლაპარაკობთ, ახლა ინდოეთ-პაკისტანის პრობლემებზე ლაპარაკი ცოტა უადგილო იქნება, მაგრამ რადგანაც გაინტერესებს, მოკლედ ჩემას გეტყვი იმას, რომ დიდი პოტენციალი არის იმისი, ძალიან დიდი პოტენციალი არის იმისი, რომ მესამე მსოფლიო ომი ზუსტად მაქედან დაიწყოს. ძალიან დიდი პოტენციალი არის. ნამდვილად. იმიტომ რომ ორივე ქვეყანა არის ბირთვული იარაღის მფლობელი, ერთმანეთის უშუალო მოსაზღვრე, გამზავებელი რო არ აღავთ ისეთი, რადიკალური დამოკიდებულება რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალური შეხედულება ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით და უამრავ სხვა ამბებთან დაკავშირებით. ანუ ძალიან დიდი პოტენციალია მაგ. და რაც თავარია, ჭარბი მოსახლეობით. ჭარბი მოსახლეობით, რომელი ჭარბი მოსახლეობაც, რა ვიცი. ინდოეთი უკვე პირველი ქვეყანა არის დემოგრაფიულად ჩინეთს გაასწრო, ისე რომ იცოდეთ, ჩინეთი აღარაა დემოგრაფიულად პირველი ქვეყანა, ინდოეთი არის. პაკისტანიც არ არის პატარა ქვეყანა, 200 მილიონი ჩვეულებრივათაა. ორივე მხარე არის კბილებამდე შეიარაღებული. არავინ არ იცის, სიმართლე გითხრათ, როგორ და რანაირად. არავინ არ იცის. და ის რომ დღესდღეობით მსოფლიოში ომები და კრიზისები მიმდინარეობს, რომელსაც ვერ ამჩნევს ხალხი, აგერ უკრაინაში ომია, მაგ ომია, აგერ ისრაელში უბედურება ხდება და პალესტინა ისრაელის მიმართულებაზე, ეგერ იემენში უბედურება ხდება, აფრიკაზე საერთოდ ლაპარაკი არ აქვს, ყველაფერს ცეცხლი უკიდია. და ამ პირობებში არის ჩვენი ქვეყანა, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ოაზისივით დარჩენილი, რომელსაც უნდა შველა და პატრონობა და საქართველოს იცლება მოსახლეობიდან, მისი მთავარი რესურსიდან. წყალსაუღია ის მთაც, ის ბარიც, ის ყველაფერი თუ იქ არ დარჩა ქართველი. გადახედეთ, მაგრამ ტაოკლარჯეთი არსად არ წასულა, კაცო. უბრალოდ დემოგრაფიული ბალანსი შეცვალეს თურქებმა. აყარეს ქართული მოსახლეობა, შუა თურქეთში გადაასახლეს და თურქულ-ქურთული მოსახლეობით შეავსეს ესა რა ქვია, საქართველოს ძირძველი კუთხე. ის სილამაზე დარჩა, ადამიანები არ დარჩენ იქ. ასე იქნება დანარჩენი საქართველოს მიმართებაში, თუ ასე გაგრძელდება და ეგრეა. კი, ატომური სახელმწიფოებია, ორივეს გააჩნია ატომური ბომბი, მართალია, არ გააჩნიათ რაღაცა დიდი რაოდენობებით და დიდი მასშტაბებით, მაგრამ ორივეს გააჩნია ბირთვული ბომბი და ჭარბად დასახლებული ქვეყნებია, რომლებსაც სადაც სხვერპლი იქნება, რა ვიცი, უზარმაზარი რაოდენობა. ეგ არის ბირთვული იარაღის გამოყენების ცენტრი შეიძლება გახდეს ერთი მაგ და მეორე გახდეს ისრაელი. ეს არის ძირითადი ადგილები, სადაც ბირთვული ბომბის გამოყენება მოხდება. რუსეთის მიმართულებაზე ბირთვული ბომბის გამოყენებას ვერავინ ვერ გაბედავს. ეს გამორიცხულია, 1%-ია მაგის შანსი, იმიტომ რომ საპასუხოდ ისეთებს მიიღებს და ვინ უნდა გამოიყენოს. ერთი საფრანგეთი არის, რომელსაც გააჩნია ევროკავშირში თავისი ბირთვული არსენალი და ისიც 300-მდე ტაქტიკური ბირთვული ბომბი აქვს, რომელიც რო შეადაროთ ახლა რუსულ სამხედრო ბალანს 11,000-ზე მეტი გააჩნიათ ამ. ხო, ძმა, ახლა სიმართლე გითხრათ, დევნილთა ნაკადები, მარტო დევნილთა ნაკადები წალეკავს ამ ქვეყანას. მარტო დევნილთა ნაკადები წალეკავს და დევნილებს ვიზა არ ჭირდება.
მოადგებიან 10,000-ობით ადამიანი საზღვარს და მიდი აბა და ნუ შემოუშვებ. რა ვარია. ქონდა მაღაზია საუბარი, ქონდა. კი ბატონო, ქონდა. არა ინტერესი. არ უყვართ ამათ ქვეყანა. ამათ უყვართ მარტო ფული. შემოდის 6 მილიარდი ინვესტიცია და სადღაც ფული უნდა ჩადონ და იმ 6 მილიარდი ინვესტიციას 600,000 არაბი შეიძლება შემოყვეს. იმიტომ რომ ცარიელ ადგილას ეს რა ქვია, არ დებენ ისინი ამ ფულს. ჭარბია მოსახლეობა და სადღაც უნდა დასახლდეს. და საცხოვრებელ კორპუსებს და ამას გაშენებას თუ კი აკეთებენ საქართველოში, აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი კი არ დასახლდეს. დასახლდეს თავისი მოსახლეობა, რომელიც გადის ექსპორტზე, წალეკილია მთელი ევროპა. აბა ვინც ევროპაშია, გადახედეთ ყველგან მთელი ევროპის, რასაც ქვია, თავისი თვითმყოფადობა, როგორც იყო ძველად ევროპული კაფეები, ბარები, რესტორნები ჩაანაცვლა თავიდან ბოლომდე ჩილიმბარებმა და საშაურმეებმა. აი ესე ხდება დემოგრაფიული ბალანსით ხდება, შემდეგ დაპყრობა ქვეყნის. საქართველოში შობადობა განულებულია დამის? კი არა, იქეთ ნაკლებობაში ვართ 40,000 აბათმა რა მონაცემები გამოაქვეყნეს, ეგ არა, გაეროს მონაცემები 40,000-ით არის შემცირებული საქართველოს მოსახლეობა. ამათ რო კითხო გაზრდილია, ვის ხარჯზია გაზრდილი? მით უმეტეს გიორგი მაგას თუ ხედავ, გერმანიაც მასია და საფრანგეთზე ზედმეტია ლაპარაკი და გინდა ჰოლანდია აიღეთ, გინდა ბელგია აიღეთ, გინდა შვედეთი აიღეთ, შვედეთი, რომელიც გიოტენბურგი, ახლა შვედეთს თავისი პრობლემები ჰქონდა ჯერ 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალურად შემოყავდათ მოსახლეობა, იმიტომ რომ არ ყოფნიდათ სამუშაო ხელი და იქიდან მოყოლებულია ყველაფერი და ახლა რო იძახის ყველა და რო ლანძღავს და როაგინებს იმას, როაგინებდა ყველა. რა თქმა უნდა, არა ნორმალური ადამიანია, 87 უდანაშაულო ადამიანს რომ მოკლავ, ნორმალური როგორ უნდა იყოს, ბრეივიკი. ახლა ხო ნათელი არის მიზანი 14 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის რა იყო მისი მიზანი? მისი მიზანი იყო, რომ ევროპის გამაჰმადიანებიდან, ევროპაო გამაჰმადიანებიდან უნდა ვიხსნაო. შემოდის უზარმაზარი დევნილთა ნაკადები, რომელმაც უნდა წალეკოს ევროპა და უნდა გამოსულმანდეს ქრისტიანული ევროპაო და ამით შევეცადე გამომეფხიზლებია. ხო, აი ეს იყო მიზანი მისი. დავით რაშია საქმე იცი? არ იღებს ხმას, არ უნდა. ველური ბუნების კანონი არის, მარტივია ეს. ვინც არ იბრძვის მისი ტერიტორიისთვის, ვინც არ იბრძვის მისი გადარჩენისთვის, ვინც არ იბრძვის მისი გარემოსთვის, ის აუცილებლად დაკარგავს იმას და მის ადგილს დაიკავებს სხვა. ესა ცხოვრება ჩვეულებრივი ჯუნგლის კანონია. არ უნდა ქართველებს გადარჩენა? არ უნდა ქართველებს ნორმალურ გზაზე სიარული? არ უნდა გამოფხიზლება? კი ბატონო, რა პრობლემაა ხალხო? 12 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიზავა ევროპა. 4 მილიონი ნახევარი შეიზავა თუ მეტი არა რუსეთმა. დანარჩენი სხვა ქვეყნებმა. 45 მილიონიანი ქვეყანა დავიდა 22 მილიონზე. 22 მილიონზე. ეხლა აიღეთ ეს და რამდენი საქართველო გამოდის 3 მილიონიანი ქვეყანა ამ ყველაფერში? რამდენი? მარტო ევროპაში რაც არიან 4-ჯერ მეტია ევროპაში შემოკედლებული უკრაინელი დევნილი, ვიდრე მთლიანად საქართველოს მოსახლეობაა ხალხო. ასია ეს. სამწუხაროდ. მაგრამ ფაქტია. ხალხთა დიდი გადასახლებები ადრეც ხდებოდა და ხდება ახლაც და მოხდება მომავალშიც. მაგრამ რა მეთოდებით მოხდება? ზოგან ცეცხლთა מחვილით მოხდება, ზოგან გაჭირვებით მოხდება, ზოგან უსამართლობით მოხდება და დაიკავებს მე ამ ტერიტორიას. ამიხსნას ერთი ვინმემ, ჩვენ ხო ეროვნება გვაქვს ამოღებული პასპორტში, საქსტატის მონაცემებში 10,000 ადამიანით რო არის გაზრდილი თურმე საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა
მოსახლეობის რაოდენობა ამიხსნას ვინმე ვის ხარჯზე გაიზარდა მოსახლეობა. ჯერ როგორ შეივსო ის დანაკლისი ბალანსი და შემდეგ პლუსში როგორ წავედით 10,000-ით. რა ერზე, რა რჯულზე, ყველაფერზე როა დაწერილი, ყველაფერი როა დაწერილი. ამდენი ქალი მოდის კაცზე, ამდენი ასაკობრივი ჯგუფია, ამდენისა. რა ხდება საქართველოში? ვისი ეროვნება რო არაა მითითებული, ვისზე გაიზარდა, ვისი ხარჯით გაიზარდა. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა მიშა მოგვაშორე. ესა ჩემო ძმაო ალიევს მისი ქვეყანა მშვენივრად აყავს მიხედილი. ალიევს მშვენივრად ტერიტორიული მთლიანობაც აღადგინა. 10 მილიონზეც აიყვანა საკუთარი ტერიტორია. სომხეთს კი არა და საქართველოს კი არა, რუსეთს დაათმობია სასაზღვრო დავა. ეკონომიკაც გაზარდა და ყველაფერი. გამარჯვებული ერის ფსიქოლოგიით ცხოვრობს ის ხალხი და ცხოვრობს ის ქვეყანა. ყველა სანატრელი გაგვიხდა. დენი იყო გამორთული და გეერთვენ ბულშები და გამრავლდა ერი. კი მიშა მასია გეთანხმ. აი ჩემო კარგებო, აღარ შეგაწყენთ თავს. აი ამ დღეში არის დღეს. ამ დღეში არის დღეს. ჩვენი ერი და აი ჯარსაც რო სახელი გადაუკეთეს და თავდაცვის ძალები რო დაარქვეს, თავდაცვის ძალები ელემენტარულს დაუკვირდით ხალხო. დღევანდელ სამხედროს, ვისაც ფორმა აცვია, ჰაერზე არ დავიწყოთ ლაპარაკი და არ დავიწყოთ მარტო ამ იდეალებზე, სამშობლო და სარწმუნო, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ეს ისედაც ასია. ბიჭო რა აქვს დღევანდელ ვინ უნდა დაიცვას ქართველმა ჯარისკაცმა? ვინ უნდა დაიცვას ქართველმა ჯარისკაცმა თავისი სისხლით? მობრუნდებით ახლა და მეტყვით. წინაპრები, ესა რწმენა, ესა წინაპართა საფლავები და ასე შემდეგ. ქეკაიდეთ მამიშვილებო, რელიგია სახელმწიფო დონეზე არაა გამოცხადებული და მართლმადიდებლობას რო ამათმა გადაუარეს იმ ყანდურებთან ერთად ისედაც გადაუარეს. ამიტომ რომელი რწმენა უნდა დაიცვა? რომელი რწმენა უნდა შიომუჯირის და იმისი რა ქვია ყანდური იმისი ჯაღმაიძის ხელში ჩაგდებული ეკლესია, რომელიც პირდაპირ პირველი მტრები არიან მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის. არაფერი მართლმადიდებლური და ქრისტიანული საქართველოში არ დატოვეს. ეს სარწმუნოება. სამშობლო ვიზია რა გვეკუთვნის ქართველს ჩვენ ქვეყანაში, რა გვეკუთვნის? ეროვნული სიმდიდრეები გვეკუთვნის, ესა რა ქვია, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობიდან რაიმე სარგებელს იღებს ქართველი ერი თუ რა? სახლი აქვს ადამიანს და იმაშიც ხაზარაძე და მისი ჯიშის და ჯილაგის ხალხი უზია წილში რომ გამოყარო. ასეთი ქვეყანა უნდა დაიცვა? ბიძინას ქონება უნდა დაიცვა? ხაზარაძის ქონება უნდა და კალაძის ქონება უნდა დაიცვა? და ამათი გაგსურებული ქოცები საკუთარი ხალხის ხარჯზე რომ გამდიდრდნენ? რა დასაცავი რა? რომელი იდეოლოგიაა დასაცავი? თუ ეს იდეოლოგია, რომელიც ავიცი ეს ნეოლიბერასტული, პიდარასტული იდეოლოგია, რომელიც ჩანაცვლებული იქნა, იმით რა ქვია ახლა ბიძინისტურ ქოცური იდეოლოგიით. ვითომ რო კითხეს, დიდი მორწმუნეების. ასია, არაფერი არ აქვს დღეს ქართველ კაცს მის ქვეყანაში დასაცავი. არაფერი არ აქვს. არაფერი ჩვენ არ გვეგუთვნის. ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვეგუთვნის. ჩვენი ქვეყანა დაპყრობილია, ჩვენი ქვეყანა გაყიდულია, ჩვენი ქვეყანა ავიცი, ქართველი ერი 1000 ჯერ გადაყიდულია და გაყრილია საქართველოსთან და ვინ უნდა დაიცვას? ვინ უნდა დაიცვას? ასია. არსებობს 1000-ნაირი მეთოდი შეიძლება ერი გაანადგურო ყოველგვარი ერთი ტყვის გავარდნის გარეშე. სხვადასხვა მეთოდებით. აი ზუსტად ესა უტყვიო ომი, რომელი უტყვიო ომშიც ნადგურდება საქართველო. განსაკუთრებით მოღალატეების ხელით. ყველა ქოცი, ვინც ამ ყველაფერს მხარს უჭერს, ჩვეულებრივი სამშობლოს მოღალატეა. ჩვეულებრივი სამშობლოს მოღალატეა. ქოცი, რასაც ქვია, ვინც ახლა ამას ყველაფერს ამართლებს,
ის კი არა twin გამოშტერებული როა და რომ იდის და ხაზავს და ან უბედურებაში ჩავარდნილი მოტყუებული ადამიანი რომ მეც საშუალს რო ვერ ხედავს და კოცი ვინც არის ჩამოყალიბებული დღეს კოცი ბიძინას რო ლოცულობს რო კალაძეს ლოცულობს და უკეთესი და იმას რა ქვია ჯანდაბა ამათ რავი რა ჯულის ხალხი არიან ეს ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული სამშობლოს მოღალატეა ყველა ყველაზე დიდი მოღალატეები ზიან საპატრიარქოში ზიან საქართველოს მთავრობაში ზიან უშიშროებაში ეს ამას სხვა სახელი ამას უბრალოდ არ ქვია შეპესესაც ვეღარ დაარქმევ საქართველოს ჩემი მეგობარი რო არის შალვა აღრაცი ამას მეუბნება სულ ბიჭო შეზღუდვა რაში ნახეს შეპესე ხო შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო შეზღუდვა რაში ნახესო სამშობლოს ღალატში არაფერში კარგად ზამდებოდეთ მშვიდობა რა ვიცი ასეთი მშვიდობა რომელიც ღმერთს ებრძვის და სამშობლოს ებრძვის იოანე ოქროპირის ნათქვამია დაუნდობელობზე მეტი უარესიაო და რა ვიცი ღირსეული მშვიდობას უსურვებ ყველას მაგრამ ღირსეული მშვიდობა ამ პირობებში არ დადგება მაგაზე მე საგარეოზე ცალკე ვილაპარაკოთ ძმაო საგარეოზე ცალკე ვილაპარაკოთ და რაც შეეხება გერმანიას ეთყობა ვერ ისწავლეს მაგათმა ჭკუა ვერ ისწავლეს ჩემო გიორგი მაგათმა ჭკუა იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ პრუსია როგორც ასეთი ძირძველი გერმანული მიწა რომელიც მოიცავდა დღევანდელი პოლონეთის ნახევარს რომელიც მოიცავდა ლიტვის დღევანდელი ლიტვის უდიდეს ნაწილს მათ შორის იმას რა ქვია საპორტო ქალაქი კლაიპედა რო დაარქვეს მაგას მემელი ერქვა იგივე დანცინგი რომელიც გდანსკი და კალინინგრადის ოლქი დღევანდელი რუსეთის ეს ძირძველი გერმანული ტერიტორიები არის და რაც მოუტანა გერმანიას საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან დაპირისპირებამ რომ განადგურდა მთლიანად აღმოსავლეთ პრუსია და ჩამოერთვა როგორც ტერიტორია და დემოგრაფიული ბალანსი ამას ეთყობა კიდევ ვერ აანალიზებენ ხოლო ალბათ რა ვიცი უფრო უარესისკენ უკრავენ თავს მერცი კისერი უტეხია მე სიმართლე გითხრას სულ ფეხებზე მგიდია კისერი უტეხიათ მაგრამ ჩემი ქვეყანა მეყოლოს კარგად მაგრამ ვინ გაგიყენებს